Ашლა, მოგესალმებით ყველას თემით. Რატომ არ მეკონტაქტება ჩაფიქრებული ადამიანი? ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქრეთ, ვინც ახლა არ გეკონტაქტებათ, თქვენს ჯიუტად არ წერთ, არ გადიხართ კომუნიკაციაზე, არანაირ შემხებლობაში არ ხართ ამ ადამიანთან, მაგრამ ძალიან დიდი ცნობის მოყარეობა იმისა, რომ გაიგოთ თუ რა არის რეალური მიზეზი, რატომ არ გეკონტაქტებათ ადამიანი და მოდით ვნახოთ ეს რეალური მიზეზი. ვარიანტი პირველი, რეალური მიზეზი ადამიანისა. რატო არ გეკონტაქტებათ? მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩვენ ახლა ვნახავთ რეალურ მიზეზებს, არა პოზებს, არა დემონსტრაციებს, არამედ ვნახავთ რეალურ მიზეზს. თუმცა რეალური მიზეზი შეიძლება სულაც ეს იყოს, რომ ადამიანი რაღაცას დემონსტრირებდეს. კარგით, გადავედით ვარიანტების დალაგებაზე. პირველი ვარიანტი ესეთი ქვა გვექნება. ტრიპოფობიით ვინც ვისაც პრობლემა აქვს, უკაცრავად, მაგრამ რომ ვიცოდეთ დახურეტილი ქვები ძალიან მაგიური ქვებია. უდიდეს ძალას ატარებს. მეორე ვარიანტი მთის ბროლი იქნება და მესამე ვარიანტი იქნება წითელი იასპის ნიჟარა. ახლა დახუჭეთ თვალები, წარმოიდგინეთ კონკრეტული ადამიანი, ვისთან დაკავშირებითაც ეს პასუხი გაინტერესებთ. თუ რეალური მიზეზი რა არის, რომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე და ჩვენ ახლა გავიგებთ ამ რეალურ მიზეზს. მზად ხართ? ყველამ ჩაიფიქრეთ ხომ თქვენი ვარიანტები. ძალიან კარგი. მე კი ვიწყებ ახლა ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი ახლა კონტაქტზე? რა არის რეალური მიზეზი, ჩემო ძვირფასებო? ათიანების პენტაკლები გარკვეულ ოჯახურ საკითხებს აგვარებს ადამიანი, შესაძლებელია ეს იყოს ნებისმიერი რამ, რაც მის ოჯახს, ოჯახის ბიუჯეტს, ოჯახურ სცენარს ეხება, ძალიან დაკავებულია ამ ყველაფრით, შესაძლოა რაღაცას ანაწილებდეს, ადგილს უჩენდეს. კარგით. რეალური მიზეზი არის თემა ეს არის ოჯახი. კარგით, კიდევ ჩავშალოთ, რატომ არ გამოდის რეალურად ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? ჩაფიქრებულ ადამიანს, ნახეთ, რეალურად ჩაფიქრებულ ადამიანს აქვს მონატრება თქვენთან დაკავშირებით, არ არის ესე, რომ ადამიანს არ ახსენდებით, არ ენატრებით, არის ეს მომენტი, განსაკუთრებით ახსენდება რაღაცა წარსული სასიამოვნო მომენტები, ვთქვათ, რაც ერთმანეთთან გაკავშირებდათ, მაგრამ აქვე პენტაკლების რაინდი მაჩვენებს იმას, რომ ადამიანისთვის ფინანსური გამომუშავება ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, საწყისი არკანი გვაქვს პენტაკლები ხურავს თასებს. ანუ ერთგვარი მატერიალური საკითხები, ძალიან ბევრს მოძრაობს, ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრს ანგარიშობს. შესაძლოა ადამიანს რაღაცა თავისი საკუთარი საქმე აქვს და ყველას არ ეხება რა თქმა უნდა და ადამიანი მუდმივ და როდესაც ის ასრულებს, თქვენ ამ დროს შეიძლება რაღაცნაირად ვერ ახერხებდეთ მასთან კომუნიკაციას ან პირიქით, ხო, მას ეძინოს, თქვენ გეღვიძოთ ან რაღაცა ესეთი, ხო? მაგრამ რა არის ხა რეალურად ადამიანს თუ კონტაქტი უნდა დააწერს მესიჯს და თქვენ ამას აუცილებლად ნახავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები, თითქოს ადამიანი უფრო მეტად რაღაც ფინანსები და მატერიალური საკითხები და ოჯახთან დაკავშირებულ რაღაც მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებს. კარგი, კიდევ ერთხელ, ჩუმად რატომ ხარ? ისევ პენტაკლები. ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს, ადამიანს ძალიან ბევრი ვალდებულებები აქვს აღებული თავის თავზე, თავს საკმაოდ მარტო გრძნობს, მინდა გითხრათ. ვერ გეტყვით, რომ მიზეზი ან სხვა ქალი ან სხვა ადამიანი ან რაღაცა სხვა ვერ ვხედავ აქ ნაკლებად, რომ ადამიანი რაღაცა კონცერტებს აწყობდეს, ხო, ან რაღაცით манипуლირებდეს, არა. ადამიანი ძალიან ბევრს შრომობს და უფრო მეცაც გეტყვით, სხვათა შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებელი არც თუ ისე სახარბიელო იყოს, პლუს იმისა, რომ ძალიან აქვს გადაღლილი ორგანიზმი, ტვინი, ცნობიერი, რა ვიცი, არაცნობიერი, ყველაფერი გადაღლილი აქვს ადამიანს და ძვალსახსროვანი სისტემას თითქოს რაღაცნაირად მაინც და მაინც კარგად არ უმუშავებს და მიზეზი ეს მისი გარკვეული გადაღლა, ბევრი მოძრაობა და საქმის კეთება
ხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი აუცილებლად მე ვფიქრობ, რომ გამოვა კონტაქტზე და ესე არ დამთავრდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ეს პერიოდი აუცილებლად გაივლის. მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი, რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე მთის ბროლი თქვენთან რა ამბავია? რა გითხრათ ხა ადამიანი ეგოისტობს, ადამიანი თავის პოზიციიდან მართალია და იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე. ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ ახლა ადამიანი რაღაცა დიდ ტრაგედიაშია, მაგრამ მაინც ვნახოთ რეალური მიზეზი, რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე, რა არის რეალური მიზეზი? რა არის რეალური მიზეზი? იცით რა არის? ადამიანი ფიქრობს, რომ როცა კი გამოვა კონტაქტზე, ნამდვილად გექნებათ იმის მზაობა, რომ ადამიანს დაელაპარაკოთ. მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანისთვის ახლა იცით რა არის? სწორად გამიგეთ რა რას გეტყვით. ამ ადამიანისთვის არ არსებობს ახლა ამ მომენტში რაღაცა ძალიან პრიორიტეტული მდგომარეობა. ადამიანი პრიორიტეტული არის მისი თავი, მის თავზე ზემოთ სხვა არავინ არ არის პრიორიტეტული. ადამიანი გარკვეულ გზებს ალაგებს, ადამიანი რაღაც ოცნებებში, ადამიანი გარკვეულ ახალ წამოწყებებში, ახალ შთაბეჭდილებებშია, ახალ გარემოშია შესაძლებელი, ასე დროს რა ხდება ხოლმე, ხო, გარემოება იცვლება და იცვლება ხოლმე განწყობები და დამოკიდებულებები. ნახეთ, თუმცა ადამიანი ფიქრობს, რომ როცა თქვათ მას ექნება სურვილი, რომ კონტაქტზე გამოვიდეს, თქვენ ძალიან დიდი სიამოვნებით მას შეეგებებით. უბრალოდ ერთადერთი აქ ის არ მომწონს, რომ პრიორიტეტად არ გხედავთ ადამიანი. ადამიანი ხომ მთლიანად აღტაცებულია თავისი ახალი გზით, გარემოთი, წამოწყებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხვდით ხომ? მისთვის ახლა ეს არის მთავარი. ადამიანი რატომ არ გამოდის კონტაქტზე? კიდევ მაჩვენე. ხო, რაღაც იცით რა არის? ერთგვარი პაუზა ქონდა ადამიანს ცხოვრებისეული. თქვენ არ გეხებათ, ანუ ეს რაღაცა დამოუკიდებელი ამბავი ხდება მის ცხოვრებაში, როდესაც არ ქონდა კარგი პერიოდი და თითქოს ახლა ადამიანს გამოუჩნდა ცხოვრებაში ძალიან კარგი პერიოდი, პერსპექტივები, შესაძლებელია და ადამიანი რაღაცით არის ძალიან აჟიტირებული, დაინტერესებული და მთელი მისი ენერგია ახლა არის მომართული იქით. მიხვდით ხო, ანუ ეს რაც ახალია მის ცხოვრებაში, მთლიანად მოცული ყავს ახლა ეს ადამიანი, იმიტომ რომ გამოიყვანა თითქოს რაღაცა სტაგნაციიდან და გარკვეული ნეგატიური სცენარიდან. ხო, ან შესაძლოა ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა, კარგად არ გრძნობდა თავს და ახლა გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს და ახალ სუნთქვას ხსნის და ახალ გარემოშია და კარგად არის. მიხვდით ხო, მთლიანად ორიენტირებული ადამიანი ამ ეტაპისთვის არის საკუთარ თავზე და ვერ ვიტყვი, რომ ეგ რაღაცა დიდი განსაკუთრებული წენა კონდეს ადამიანს ახლა ამ მომენტში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხო ახლა ამ მომენტში ვნახულობთ. ამიტომ ესეთი რაღაცა მისთვის ახლა პრიორიტეტული არის მისი თავი და მისი შეგრძნებები. დაგემშვიდობებით. მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. თქვენი ადამიანი რატომ არ გამოდის კონტაქტზე? ადამიანს პრობლემები აქვს. ადამიანს სერიოზული პრობლემები აქვს აქ. ადამიანს სერიოზული პრობლემები აქვს აქ და ვნახოთ რა ასპექტში აქვს მას სერიოზული პრობლემები. 6. დაკარგა თავისი თავი, თავისი როლი დაკარგა. ანუ როგორ არის, იცით, ეს არის აბსოლუტურად დეპრესიული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ მისი როლი სამყაროში ახლა არის ძალიან გაუგებარი. ხვდებით ხო, ადამიანი რომელიც დაიკარგა, ადამიანი გრძნობს თავს დაკარგულად. საკუთარ თავთანაც დაკარგული ადამიანი. ეს ერთი. მეორე, ადამიანი განიცდის ყველას არ ეხება, იმიტომ რომ შესაძლებელი რაღაცა ვალები ქონდეს, პრობლემები ქონდეს და ამას ვერ აგვარებდეს და ახლა საკმაოდ რთულ პერიოდშია, მაგრამ უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ადამიანი საკუთარ თავთან არის ახლა საკმაოდ ბევრი კითხვასაც არ უსვამს საკუთარ თავს. აქვს უბრალოდ ესეთი წარმოდგენა, მე არავინ არ ვარ, ჩემი სიტყვა არაფერს არ წარმოადგენს, ანუ თვითშეფასება
ძვირფასება ადამიანს აქვს ძალიან დაგდებული დაბლა, შეიძლება ასე ითქვას. ვერ იღებს ადამიანი იმას ის მიღებაც უნდა ზოგადად და აი განაწყენებულია ყველაზე და ყველაფერზე. რატო არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? ანუ ადამიანის შესაძლებელი არ ვიცი. ყველას არ ეხება, მაგრამ საოპერაციო მაგი და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემები, რომელმაც ახლა უფრო მეტად ქრონიკულად ამოყო ზედაპირზე თავი, ადამიანი ძალიან ცუდად არის რეალურად და ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. მიხვდით ხო, ადამიანი ჩაიკეტა, ადამიანს აქვს დეპრესია, ადამიანს აქვს ძიმე პერიოდი, ძალიან ძიმე პერიოდი და ამიტომ არ გამოდის. რამ განაპირობა ეს ძიმე პერიოდი? ადამიანმა იმედი დაკარგა, ადამიანმა დაკარგა იმედი, რომ რამე ხა გამოვა. აი თითქოს ადამიანს ცუდი დიაგნოზი უთხრეს რაღაცის და ადამიანმა იმედი დაკარგა. ესეც როგორც ვარიანტი, მაგრამ მთლიანობაში, რადგან მე ვთქვი, რომ ადამიანმა დაკარგა თავის თავი და თავის მე და ვეღარ გრძნობს რა უნდა გააკეთოს და სად უნდა წავიდეს, თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ აქვს ახლა არავის და არაფრის იმედი, ამიტომ თქვენთან არ გამოდის კონტაქტზე, შესაძლოა ვიღაცა დაკარგა ადამიანმა, ძალიან ძიმე პერიოდი აქვს, ანუ ეს არ არის ის მომენტი, რომ არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ რაღაცა პოზებში ადამიანი არა, სერიოზულად მძიმე პრობლემები აქვს, მენტალურიც, ფსიქოლოგიურიც, ანუ ერთი და იგივეა და არ გამომეცხარო, ის უკვე ჯანმრთელობაზეც არის გადასული. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით, თქვენი ნინო.